მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია. მოდით ვნახოთ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში 10 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით რა კვირის ენერგიები გელოდებათ. არკანი პენტაკლების ხუთიანი, კვერთხების მეფე და თასების რუიანი. გარკვეული კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა ჩანს აქ პირველ რიგში. ნახეთ, გარკვეული კრიზისული მდგომარეობიდან გამოხვალთ, განსაკუთრებით თუ ეს კრიზისული მდგომარეობა ეხება ფინანსურ ასპექტებს ან ჯანმრთელობის ასპექტებს, უფრო თითქოს ჯანმრთელობას ეხება. და ნახეთ, აქ ამოვიდა კვერთხების მეფე. უფრო მეტად მამაკაცებისთვის არის აქ კრიზისიდან გამოსვლა, ვიდრე ქალბატონებისთვის, მეტად ინტენსიური. რაც შეეხება ქალბატონებს, თქვენს გამოხვალთ, უბრალოდ თქვენ შემთხვევაში შეიძლება ცოტა უფრო გაწელილი პროცესი იყოს და ასევე რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში გელოდებათ საკუთარი თავის შესწავლა, ასეთი სასიამოვნო მარტოობა. მესმის რომ ძალიან ბევრ თქვენგანს შეიძლება მარტოობა არ უყვარდეს, რატომაც მედია სივრცეებში და თითქმის ყველგან მუდმივად არის ის პროპაგანდა, რომ აი მარტოობა არის რაღაც ცუდი, რაღაც ნეგატიური და პლუს ამასთან ერთად გარკვეულწილად ეს სიმართლეც არის. ანუ რა თქმა უნდა, მუდმივად მარტო ადამიანი ვერ იქნება, იმიტომ რომ ადამიანები ვართ სოციალური არსებები, მაგრამ ძალიან ხშირად ეს მარტოობა არის საჭირო. და მარტოობა არსებობს როგორც ნეგატიური თვალსაზრისით, ასევე არსებობს პოზიტიური თვალსაზრისით და თქვენ ზუსტად ეს პოზიტიური მარტოობა გელოდებათ, სადაც თქვენ მოგეცემათ იმის შანსი, რომ მეტად ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს, მეტად შეისწავლოთ საკუთარი თავი, რაღაც ძალიან საინტერესო და კარგი დასკვნები გააკეთოთ საკუთარ თავზე. ეს შეიძლება ნამდვილად არ იყოს მარტივი, მაგრამ იქნება ძალიან თვითშემეცნებითი და მიგიყვანთ აი ამ იმპერატორი კაცის არკანამდე. მიგიყვანთ იმ ენერგიამდე, როდესაც თქვენ ხართ ძალიან თავდაჯერებული და როდესაც თქვენ იცით სად, როგორ და რა დოზით უნდა მიმართოთ თქვენი ენერგია.